გივი მოგესალმებით. აი, ახლოვდება არჩევნები 4-შია. ცოტა დაძაბული ფონია ქვეყანაში აქციები და ასე შემდეგ დაანონსებულია. რას ეტყოდით, რას მოუწოდებდით საზოგადოებას? Მხოლოდ ერთ რამეს, ახლა მე გეტყვით ერთ რაღაცას, რომ მე ვამავი რაღაცის მომსვლე ვარ და ისეთ რამესაც მოვესწრებ სუფრასთან ვიექი მილიარდელებთან ერთად. ეს იყო სხვა ქვეყანაში. რუსის ებრაელები იჯი. და თქვენი ცით თუ არა რომ აფრიკის ქვეყანაში ეჯდათ კაცი სუფრასთან ჩემთან ერთად რომელსაც გაუკეთეს რომ აფრიკის ქვეყანაში უნდა ყოფილიყო ეს პრეზიდენტი აბა ნუ გასვით რა აი აბა ამას გეუბნები ერთი რამე იცოდეს ყველა რევოლუცია ყველა არეულობა რაც ხდება პატარა ქვეყნას ვიძახი მე რაოდენობრივად თორე ეროვნული ღირსებით და ისტორიით და საერთოდ ჩვენი წამსით 1000 ქვეყანაზე და მილიარდიან ქვეყანაზე უფრო მაღლავდება. ხო და ყველაფერი კეთდება სხვა ქვეყნიდან. რევოლუცია რომ მოხდა რუსეთში ავსტრიელებმა გააკეთეს. გააკეთებინეს ებრაელებს. მე ებრაელი ძალიან მიყვარს ქართველი ებრაელები განსაკუთრებით, მაგრამ ვიზახი ფაქტს როგორც მოხდა. ეს არავითარი ის არისო. რა ქვია რევოლუცია ხალხისგან არა. აი ახლაც ესეა, ყველანაირად ცდილობენ სოფლიოს უამრავი ქვეყნები, მე არ ვიცი ვინ არიან ესენი, რომ ამ პატარა ქვეყანაში მოხდეს არეულობა, უბედურება, გაიჟუჟოს ახალგაზრდობა და ცუდი ამბები დადღიარდეს. რითაც მე ისინი მოიგებენ და ჩვენს ყველა წავაგებთ. ჩვენთან არიარსებებს წაგებული და მოგებული, ჩვენთან იარსებებს დაქცეული საქართველო. აი ბატონო გივი, ყველა ერთმანეთთან არის თითქოს დაპირისპირებული. რას ურჩევდით პოლიტიკოსებსაც და ახალგაზრდებსაც? მოწოდება რა იქნება? ესეთი პოლიტიკოსები ჩვენ ძალიან ცოტა გვაქვს. ჩვენ არ აქვს პოლიტიკოსი ის არ არის, რომ მოსყიდული იყოს ვიღაცისგან და იმის აზრებს პოლიტიკოსი ის არის, ვინც თავის აზრს ლაპარაკობს, თავის გულის დადებს, თავის სამშობლოსი და არა ვიღაცის ჩაძახილს. გამიგეთ, ეგ არ არის პოლიტიკოსობა. ეგ არის მოღალატეთა წრე. და ერთ რამეს უსურვებ ყველას, რომ გაარებონ ამ ამბავსთან. ჯერ ესეთი ვერ გაიმარჯვებენ რა ისა მე პირდაპირ მე ვაცხადე, მე არა ვარ მოთხოვნა კაცი, მე ვალზევ ხმას ოცნებას. რატო გეტყვი? იმიტომ რომ მათ უდიდეს უბედურებას რუსეთთან ომს გადაგვაჩინეს. და არ ჩაგვითრიეს ამ საისგან უკრაინულ ომში, სადაც უკრაინელი ახალგაზრდა ბავშვები მეწოდებიან, ანგელოზური ბიჭები იღუპებიან. დიდარი და მილიარდელი ხალხის შვილები ევროპაში ცხოვრობენ უკრაინელები და გაჭირებული ხალხის შვილები იღუპებიან და კვდებიან უკრაინელები, რომლებიც მე ძალიან მეწონებ. დიახ, ბატონო გივი, ქვეყნისთვის ოპოზიცია რა თქმა უნდა საჭიროა და ეროვნული და პატრიოტული ოპოზიცია როგორი უნდა იყოს, რომ ეროვნული და პატრიოტული ოპოზიცია უნდა იყოს ესეთი. მათ პატრიოტული სული უნდა ქონდეს შაბერილი უფალისგან და იმან უნდა იცოდოს ეს თავის სამშობლოს შვილია და სხვისი შეძახილი თავის სამშობლოს წინააღმდეგ არ უნდა გამოვიდეს. მე კი არ ვიძახი რომ ანგელოზები არიან, ანაკეთხარეს, მაგრამ ისეთ დროს, როცა ჩვენი ქვეყანა ძლივს რაღაცა გზას დაადგა, აი ამ დროს არ შეიძლება ესეთი მოღალატებრივი ფაქტების და მე ბავშვები მეწოდებენ რომ ზიან ციხეში ვიღაცებისგან მოწყვილებული. და ღმერთო, ესე დავლოცავ ჩემ ქვეყანას. 4 წლის შემდეგ ის ბავშვების გამოუშვან ციხიდან. ყველა გაათავისუფლო თუ ვინმე რამე დანაშაული ქონია. პატიების გზით რომ წავიდეს და შერიგების. პატიების მომერანდუმი თუ რა ქვია მაგას, აი ეს გაკეთდეს და ყველაფერი აპატიო. და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან მოგებულმა ვინც მოიგებს ამ იმაში რა ქვია არჩევნებში და მე მათ მწავსოდ მოიგებს აუცილებლად ოცნება. და ოცნება გახდეს ბურჯი სიყვარულის, მეგობრობის, გვერდში დგომის, პატიების და არა შუღლის. და ღმერთო ბედნიერი იყო ჩემი კაცი. დიდი მადლობა.